რაციო, ეთიკა და ესთეტიკა ერთნაირ ევოლუციას არ გადიან. ესთეტიკაში გარკვეულად ევოლუციას საერთოდ არ არის. თუ ვინმეს გონია, რომ ბიზონზე უკეთესად დაგადავს, ეგვიპტელზე მონუმენტალურ ხელოვნება შექმნის, შუა საუკუნეებზე მეტ სპირიტუალიზმს შექმნის, არა? მეტის კიდე საკითხავია, მე მითოს ვედავებოდი ხოლმე ხშირად, ხაჭკუენკასთან დავა საინტერესოა. და იქონდა განსხვავებული აზრი, მე მგონი სიმართლე რაღაც შუაში იყო. ძალიან საწყენია, იმიტომ რომ ძალიან დაგვაკდა. ჰუმანიზმმა რენესანსმა ძალიან დიდი რაღაც მოიტანა, ამაზე ორი აზრი არ არის. მაგრამ რაღაცაში მოხდა მერთან დაშორება. და ეს მერე გადავიხადეთ 30 წლიან ომში, პირველ მსოფლიო ომში, პირველ და მეორე მსოფლიო ომში მეტი ხალხი დაიხოცა, ვიდრე ყველა დანარჩენ ომებში. ეხლა ხან უკრაინაში რა ხდებოდა და ხდება. ბავშვებს ხრედდნენ, ისინი სიგნალს იძლევიან და კეფაში ესროდნენ 10-11 წლის ბავშვებს პუტინის ჯალათები. არ მინდა ეხე რუსი ვიხმარო. დაუბრუნდეთ გიორგი შუბინაში. ანუ ჩემი რეაქცია რა, რეპლიკა საინტერესოა, როცა ვთქვით ადამიანის განვითარებაზე, ეთიკურად ვითარდება თუ არა, ვერ გეტყვით. რაციონალურად კი, ესთეტიურად კიდე სხვანაირად. თითო ეპოქას, როცა ის სრული ეპოქაა, აქ თავისი შედევრები, დაწყებული, ვიმეორებ, ალტამირას, კაცო, ჯერ კიდევ ორგანზომილებიანი სითხე არა, ჩარჩო არა, მაგრამ ხათავს იმ გენიალურ არავის ეგეთი ბიზონი აღარ დაუხატია. თუ ვინმეს გონია, რომ ბიზანტიაზე უფრო სპირიტუალისტურ მოზაიკა რაც არის დაფნი, ნეამონი, ხოზიას ლუკას, ამაზე მეც გააკეთებ, ძალიან ცდება. ჩვენ თუ გონია, რომ ჯვარზე უკეთეს რამეს ავაშენებ, ან განვითარებაში, ან ატენზე უკეთეს კომპლექსს გავაკეთებ ფრესკოს, ვაჟარი ანახიმად ნერეზი, საპოჩანი, ინსტიტუტი რო დადიოდე ხოლმე, იქ გადავედით იუგოსლავიაში და ახლო ვერ მოვა ატენთან და ყინწვის. დიდი გონდიშია, აი ბატონ გიორგი დაუბრუნდა. ესო ბატონ გიორგი მალაპარაკებს. დაიბადა პეტერბურგში 1885-ში დავით ჩუბინაშვილის შვილიშვილი. დიდი ქართველი მეცნიერი, რუსი მეცნიერიც და ქართველიც, რომ ქართულ-რუსულ ფრანგული ლექსიკონის შემქმნელი დავით ჩუბინაშვილი, აი იმის შვილიშვილი. აი ისტორია, გულმა, ინსტინქტმა აქეთ წამოიყვანა და მას შემდეგ მისი მოღვაწეობა დაკავშირებულია ძირითადად საქართველოსთან და არა უბრალოდ მაღალი დონის მეცნიერია და ძალიან მაღალი დონის რაციონალურ აზროვნებას გვანახებს ესთეტიკიდან გამოსული. არამედ იყო დიდი ქართველი, დიდი პატრიოტი. როცა ეხლა თუ შეგვიძლია ჩამოთვალ მისი რეგალიები, რას მატებს, ნუ კი ბატონო, ლაიფციგი, ჰალე, სანქტ-პეტერბურგი,
6-დან 16 წლამდე ოღონდ დაიბადა. დოქტორი, ალეს საპატიო დოქტორი, ეს არაფერი არ არის. ხელოვნების ისტორიის ჩვენ ინსტიტუტის და მე უფრო მომწოდა შენ გეწყინა მაშინ და არ სერიოზულად ეს დაცენტრირებული ვარ თქო. ინსტიტუტი ვიყავით მას. არა, აკადემიის სისტემაში. ეხლა ვერ დაწამებს მე რომ საბჭოთა კავშირი მინდა. ან მინდოდა, ან როდისმე მინდოდა. დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერაც არის. თუ ეროვნულ მოძრაობაში რაღაცა ფეხი მქონდა ჩადებული. მაგრამ რაღაცები იყო, რაც იქ უფრო მომწოდა, აკადემიის სისტემა. ეხლა ნახე ტელევიზორში ფიროსმანის ფონზე დგას ვირმე რა ეს ხურმა რახილია. ეხლა შე ბერში ჩავიდა, ჩემთან მოვიდე. გამომკითხეს რაღაცეები, კი უთხარია დასამალი რა. ბერში მიგვაგო. ნანა ყიფიანი მომიყვანა, ნანა აქა. მერე წაიღეს ბერში. და დადგენ იქ და ესოლოკიანი იქ წარმოადგენს ქართულ კულტურას. დაუბრუნდები მაშინ. ბატონი გიორგი რაღაცა მიზეზების გამო კიკნაძემ ფსიქოლოგიაში ანუ ფსიქოლოგია და ფსიქოლოგიზმი როგორც ხუსერლი, მაგრამ როგორც სუბიექტივი ეს ორი სხვადასხვა რაღაცაა. და ბატონი გიორგის დამსახურება უდიდეს დამსახურება ის არის რომ სწორედ ხელოვნებას ჩამოაშორა ფსიქოლოგიზმის მოდიოდა აქვის ფსიქოლოგია და ფსიქოლოგია სხვა არის ანუ სუბიექტივიზმი ჩამოაშორა და ჩამოაშორა იდეოლოგიის მიწეფება 1953-ში შეიძლება ჩვენ არ ყოფილიყავით ეხლა მაშინ რომ სტალინმა წერილი წაიღო 53-ში და ჩაჩუმდნენ შეიკრიბენ ვიღაც არ მინდა გვარების დასახელება და უნდათ ინსტიტუტის დახრჩობა ფაქტიურად და იყო ეგ წერილი ფორმალიზმი ვეფშინის ფორმალიზმის ტყეობაში და ესო არის როგორც პროკრუსტეს საწოლიო და რაღაცა ეს კვეთავსო და დედაჩემი სიცილით და რას კვეთავსო და მაშინ შეკრებილი იყვნენ გიორგის გარშემო ის ერთმანეთთან კიკლაობდნენ ხოლმე მაგრამ როცა საქმეზე მიდგა ეს არის გიორგის ერთ-ერთი დიდი დამსახურება ჩვენ ვაქვს ვართ ეს გიორგის დამსახურება ხო ბატონი გიორგის დიდი დამსახურება რომ მან შეკრიბა გუნდი რომელიც მე მგონი საკმარისი იყო რაც იყო არ იყო ბევრი ხო მაგრამ თავისთავად მე თითოეულმა მეცნიერებაში თავის სიტყვა თქვა ხო რენე შვერლინგი მე პირადად კარგად მახსოვს ზეგზე რომ მიხვიდოდი თუ გავსო აი ფლორდებდა რენი იყო ხომე გურამი იყო ენტი და ვიღაცები კიდე იყვნენ სო ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი არ არსებობდა და საკანდიდატო მინიმუმს 5 გამოცდას 4 ერთი ჩათვლა და 4 გამოცდა ისტორიოგრაფია სოფლიო ევროპული ხელოვნება რუსული უნდა ყოფილიყო და ქართული ისტორია მე მქონდა ბედნიერება ჩამებარებინა ბატონი გიორგის
არ კითხვა არ დაუსვათ, ძირითადად რენეს და ვახტანგს მიიყავდათ, კითხოს მახსოვს კიდევაც, ვინ გიყვარსო ევროპელი მე ბრეიგელი დავასახელე. მოეწონათ. და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შექება მე რაც მიმიღია. მარტო შექება არ მიმიღია, სხვა რამეს მიმიღია, მაგრამ რაც იყო ბატონმა გიორგიმ თინას უთხრა ვაშოვებ წენჩიკა ხვალეთ. წენჩიკი წონიდა 100 კილოგრამს. მაშინ როცა ეხლა გამხდარიო. ანუ გადავწვა თავიდან. ბატონმა გიორგიმ შემიძლია ჩამოთვალო, აგერ წავიკითხო, რა და რა გაიარა. ნუ ისე ლაიფციგი, ჰალე, პეტროგრადი უკვე მაშინ 6-დან 16 წლამდე პირველი ნაშრომი იყო ციმბირის შამანის ფსიქოლოგია. გაიარა სხვადასხვა და იყო მეტეხის ბოლოში განყოფილების და ერთ-ერთი მისი დამსახურება შეკრიბა გუნდი 10-ზე მეტი ხელოვნების ისტორიას ამშვენებდა. ისეთი ფიგურები როგორც რენე შმერლინგი, ცერბერივით იყო რენე. ძეგლზე რომ მიდიოდი, სამუშო აუცილებლად სანამ ჩააბარებდი, ყველა ძეგლი უნდა, სულ ყველა ძეგლი. კვეტერა, რა ნინო წმინდა, ყველა ძველი გავაზი განსაკუთრებით კახეთში მართლა. უამრავი ეს ყველა წრომი ჯვარზე და წრომზე მართლა ყალაპარაკო. ყველაფერს იქ ვნახულობდი თავი კონდი. და გვინდოდა ერთი დეტალი გვეპოვა, რომელიც ჩუბინაშვილს გამორჩა. არ იყო. ეგეთი რამე არ იყო. ნუ იცით რომ მისი ძირითადი ხაზოვანი ცენტრალური დამსახურება ხელოვნებად მეცნიერები და ხელოვნების მეცნიერებად ოდაში არქეოლოგიურ დონიდან, აღწერილობითი დონიდან, რომელსაც ჩვენივრად აკეთებდა თაყაიშვილი, ბაქრაძე და ასე შემდეგ, აყვანა მეცნიერულ დონეზე. და ქართული ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდის, შუა საუკუნეების, ადრინდელი შუა საუკუნეებიდან ძველი გავაზი ბოლნიცი და ნინო წმინდა და შემდეგ ეგრე ბაროკოს განვითარებულ ბაროკოს რო უძახდა ეგა იქამდე მოგცა მეცნიერული ხაზი. მეცნიერული ხაზი არ ნიშნავს, რომ იქ რაღაცეები არ შეიძლება დააზუსტოს. ბატონი გიორგი ხმარობს ტერმინებს, თუ გახსოვთ, როგორ არ გაქვს ყველას გახსოვთ, კლასიკური და ბაროკალური. სტილის მოსამზადებელი პერიოდი, ძველი გავაზი ნინო წმინდა და მერე სტილის ჩამოყალიბება ჯვარში, მერე გარდამავალი პერიოდი, გარდამავალი უძახე და ვაჩნაძიანზე ლამაზე მე იშვიათად მინახია და ან გურჯაანის ყველა წმინდა და ასე შემდეგ მთელი кайფი იყო, кай პერიოდი იყო იქ რომ დავდიოდი და ამას რომ აღვიქვავდი და ავწერდი და ასე შემდეგ და მერე ეგრეთად მაგრამ როცა ლაპარაკობს აი აქ მინდა გავამახო ყურადღება ბაროკო ამბობ კაგბი ანუ ცხადია რომ ამით უნდა გამოყოს ბერნინი ბორომინისთან ნუ როცა ლაპარაკობ ბაროკო ეგრევეც პირველში წარმოგიდგება ანუ იტალიური ბაროკო არის სხვა ის გულისხმობს ისე ფსიქოლოგიიდან გამომდინარე თელში ნაწილთა განლაგების წესს. თელისა და ნაწილის მიმართება ეს არის თელი ჩვენი პროფესია. კანტე ამბობს
რომ რაც მეტია მათემატიკა, მით უფრო მაღალია მეცნიერება. ეს ცნობილია, რომ ხანდახან კანს უძახიან ნიუტონმა პირველმა გალილეის შემდეგ შეიტანა ციფრული ელემენტი, აუდრის mg კვადრატს აჩქარება რა. და მე დღევანდელი ფიზიკა სულ მათემატიკაც არის რა. ბატონმა გიორგი სწორედ ეს აუცილებელი ლოგიკა შეიტანა, მაგრამ ვინაიდან ხელოვნებას თქვა, ის ძალიან კარგად ჩავთქვა KGB. იმიტომ რომ ხელოვნების ნაწარმოები მაინც ძალიან სპეციფიკურად ემოციურია და რაღაც ისეთ ნიუანსებს შეიცავს, რომლის ესე ბოლო დაყვანა რაღაც ფორმულამდე ძნელია. მაგრამ თავარი ეს არის, რომ გამოვიდა რა ფსიქოლოგიიდან, მან აბსოლუტურად დაძლია ფსიქოლოგიზმი, აბსოლუტურად უარყო სუბიექტურობა და კვლევა დააფუძნა მეცნიერულ კატეგორიებზე. მაგრამ იმ კატეგორიებზე რომ ლაპარაკობ, მე მომეწია ერთხელ მოხსენება მქონდა ჯვრის რელიეფთან დაკავშირებით ჯვარზე. აი როცა ვლაპარაკობ ჯვარი კლასიკაა, ხო? მაგრამ ალბათ მე აქაც დავუმატებდი KGB. იმიტომ რომ ვიწრო კაცრი გაგებით, კლასიკა იყო ერთი ეს არის პართენონი. პესprostომიდან პართენონი. ბაროკო იყო ერთხელ. მონუმენტალიზმი იყო ერთხელ ეგვიპტე. მაგრამ როდესაც შენ უკვე შენ ზეგს ამუშავე, აი ჯვარი არის აი პირდაპირ ფორმულაა ქართულის გეოკულტურული მდებარეობის. ცალი ფეხით ჩვენ დგევართ სად? ძველი აღმოსავლეთიდან მოვდივართ. იშტანანა. ნანა დღეს იავნანა ვარდონანა. და უამრავი მომავალი ძველი აღმოსავლეთიდან. ხაზი. მეორე ხი მედიტერანული. და ჯვარში ძველი აღმოსავლური მონუმენტალიზმის და მედიტერანული ზომიერების ნობის სინთეზი გაძლევს ერთადერთ და განუმეორებელ ფორმას. მე თითქოს ვეწინააღმდეგები მაგალითად ჩუბინაშვილს, როდესაც ძირითადად მე რას მუშაობ პიროსვანაშვილზე, რომელიც ჩუბინაშვილს არ მოსწონდა, არ ესმოდა. პირდაპირ ამბობდა, რა მომეწონეს ეს ნაივური სიტყვებიო, წარწერებიო. ბატონ ვახტანგს არ ამბობდა პირდაპირ, მაგრამ ახლა ეს რუსთაველი არ არის. ეს საწყალმა ჯილდა მახსოვს და რატომ ასე არა? ესე თქვა მინდა, რომ აი ეს დაზუსტება, აი ამ ვარიანტში ჯვარი, რომ არის კლასიკური, აი პართენონი არ არის. იქ არის ის დიდებულება, რაც არის ძველ აღმოსავლეთში, ჩანს და ის შენი გენეტიკა ჩანს. და ის ზომიზნობა, რაც არის მედიტერანეაში. ამის სინთეზი არის ჯვარი. ამიტომ მოხერხდა იმ რელიეფების ჩასმა, იმაში რა ქვია, რომელიც სასანურ რელიეფებს ძალიან გავს, ხო, ჯვრის რელიეფები, გვარამი და ერისთავრებული. ანუ მე ვთვლი,
რომ ჩვენ რამდენითაც ჩემი მოგზალებული ძალებით შემილია ჩუბინაშვილის ხაზს ვაგრძელებ, მაშინაც როცა კონკრეტულად ჩუბინაშვილს ფიროსმანაშვილი არ მოწონს. ხოლო ბატონი ვახტანგი ისე რა ვიზახთ. ანუ ჩუბინაშვილი თავარი დამსახურება ამ მოხელთებელი ფენომენის ხელოვნების, რომელიც აი ამაში კი არ შეგედავეთ აზუსტებას, მაგრამ თითოეულ ეპოქას აქვს თავისი ერთადერთი და განმეორებული. ეხლა ყველა სოციალურად, ტექნიკურად, რავი, ყოველხრივ რა, ტექნოლოგიურად, რაციონალურად პირველ ყოფილ ადამიანს, ნეოლითურ რევოლუციას გავუსწარით, ხო? მე ბიზონზე, აი ბძინარე რო არის, და საერთოდ მაგარი არაფერი 20 წელი არ აღიარებდა. შეუძლებელია პირველ ყოფილ წარმოდგენა ეგეთი იყო, თუ პირველი ანუ თითოეულ ეპოქას ამაზე მე მოხსენებას ჰქონდა გონი. თითოეულ ეპოქას აქ თავისი შედევრი. და ის არის როგორც ის ეპოქა ერთადერთი და განუმეორებელია, ასევე აი ეს მას თავისი შედევრია. არა, ვიმეორებ, ასურელები ჩემტერს, მაგრამ ლომებზე ნადირობის დიდი ნადირობა ეგრე ქვია, რელიეფი ნინევიდან, მაღაზე ლამაზე არაფერი არ მინახია ცხოველების გამოსახულებაში. ეგვიპტეს გაუსწარეთ რომელია, ხო, ტექნოლოგიურად. უმარტივესი ტექნიკა და ნორმალი არ ქონდათ ექსოსების შემოსევა. მაგრამ ვინმე იტყვის, რომ ამენხოტებ მესამის ან სენუსეთ მესამისნაირი პორტრეტი ყარმასალაში, ქვაში, ქანდაკებაში ვინმეს გაუკეთებია. რომაული პორტრეტის კი გენიალობით თავისთავად ახლო ვერ მოვა ეგვიპტურ პორტრეტთან. რელიეფი მე მაღაზე არაფერი არ და ამაში ბატონ გიორგი დაუბრუნე სავსების სწორი იყო, როცა პირველი მთავარი აქცენტი გააკეთა შუა საუკუნეებზე. საქართველოს სწორედ მეოთხე, მეხუთე და ვახტანგი დაწყებული მონღოლებამდე, არა, გიორგი წინვალემდე ჩავთვალეთ, შავი ჭირი და თემურლენგი. მე საქართველოს გახდა დიდი ქვეყნიდან პატარა იმპერიიდან პატარა ქვეყნად ისაა. საქართველოს სოფლიო სასწორზე დებს შედევრებს, რომელიც არის სოფლიო საგანძური. და პირველი ეს ზუსტად შეაფასეს ჯერ პირველში ბატონმა გიორგიმ და მისმა მოწაფეებმა. დაუშვათ გვიანი არქიტექტურა ბატონ ვახტანგმა. კედლის ხატრობა არ ჩამითვლით ალბათ მიკერძოებაში. თინა თემრისელაძე და ბევრმა გაიანემ, ნათელა, სოხორა, გუნდმა, არა? გაიანემ განსაკუთრებით მინდა ვახსენო პირველი ასპირანტი ინსტიტუტის და ნიჭიერი ქალი, რომელმაც თავისი პოტენციის 10%-იც არ გამოიხატა პროდუქციაში. არა, იყო ჩემი მასწავლებელი. ერთხელ დისერტაციის დროს პატარა კინკლაობა მოგვივიდა და მე ვთქვი, "Ваня, почему мы ссоримся? Я же ваш ученик". მე დადიოდა და გოგის сказал, он мой ученик. და მის ჭირის სუფრაზე მე მიმყავდა. კაი ინსტიტუტი იყო, კარი გუნდი იყო, კბილებით იცავდნენ, პრინციპებს იცავდნენ. კომუნისტების შემოსევა იყო. დაგიჭირე, ბატონი გიორგი, რატო არ დახრიტას მიყვის? რენი შვერლინგი და გოგი წერეთელი სიმონ ჯანაშიამ გამოიყვანა, ბერიასთან შეესრულებოდა და გამოიყვანა, საქართველოს ჭირდებაო და გადაარჩინა. მე მახსოვს, ამით მინდა დავამთავრო, ბატონი გიორგი ბოლო 10 წელი უკვე სიარული რო უჭირდა, რო შემოვიდოდა
მე ესეთი მოწიწება არავის მიმართ არ მქონია. არც მე და არც ყველანი, რომ კეთილს ავეკრებოდ. მაგრამ არავით არის შიში, აქ იყო სიყვარული. უზარმაზარი სიყვარული. რა, ესეთი ჩუმი ღიმილით გაგეღინებდა ძალიან. არც ერთმა და მიუხედავად იმისა, რომ წერდა რუსულად, იყო თავით ფეხებამდე ქართველი. ქართული არქიტექტურა განიხილებოდა როგორც სომხურის ნაწილი. ესტრიგოვსკი და დიუბა ყველა მიიცით ეს ისტორია. მან არათუ გაჩვენა ქართული არქიტექტურის სახე ევოლუციაში მეცნიერულად. არამედ განახა, რომ ჯურისტები სწორედ საქართველოში ღალიბდება. ძველი გავაზი ნინო წმინდა. არა რო უყურე, კიდევ кайფობ რა ესეთია. მარტივი ტეტრაკონქი, მერე ჩაიდგა, უკვე საფეხურის მომენტი გამოჩნდა და სამი წახნაგის ელემენტი ნინო წმინდის აღმოსავლეთ ფასადზე. და მერე ჯვარი. რანი ვიყავით, რანი ვარ. კარგი. იმათ კომუნისტებს გაუძელით